დღეს ლოგისტიკაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ლოგისტიკური კომპანია კაიროს ლოჯისტიკის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მიხეილ ნამედოვი. მადლობა მიხეილ მობრძანებისთვის. გაიხარეთ, მადლობა მოწვევისთვის. გისურვებთ წარმატებებს ახალ ამპლუაში. მადლობთ. მიშა, მინდა დავიწყოთ საუბარი დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის. როგორ ფიქრობთ, თრიფის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს თუ არა თავის სტრატეგიულ მონოპოლიას რეგიონულ ტრანზიტზე? პირველ რიგში მონოპოლია უხეში ფრაზა იქნებოდა, ვინაიდან ჩვენ მქონდა მონოპოლია ძირითადად სომხეთთან დაკავშირებულ გადაზიდვებით, თუმცა რეალობას უნდა შევხედოთ საღეგონებით, რომ ეს დაძაბულობა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა გრძელვადიანი მშვიდობა, დღეს როგორიც არის მაგალითისთვის და ცალსახად ეს კარგია პირველ რიგში. მეორე მხრივ სომხეთის ეკონომიკა იყო ძალზედ შეკუმშული და ეს იყო დამოკიდებული ძირითადად რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობაზე და ეს ეკონომიკის გახსნაც ცალსახად საქართველოსთვისაც დადებითი არის. ამიტომ ჯამურად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, მოკლე პერიოდში გახსნიდან იქნება კლება, თუმცა ძირითადი შემოსაზრება არის, რომ ეს იქნება თურქეთ-აზერბაიჯანის შორის სატრანზიტო ტვირთების ნაკადების გადამისამართება, რაც მეორე მხრივ განტვირთავს ჩვენ გზებს და მოგცემს საშუალებას უფრო ხარისხი დავიჭიროთ და განჭრეწადობა იმ ტვირთებზე, რომელიც განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის გავლით მიემართება შუა აზიაზე და პირიქით და ჯამურად რო უნდა შევხედოთ ამ საკითხს დადებითად. როგორ ფიქრობთ, თუ ციფრებით ვისაუბრებთ 2023 წელს, როდესაც რასაკვირველია გეოპოლიტიკაში არსებულ მოვლენების ნიადაგზე 40%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, ხოლო დღეს შეინიშნება ტვირთბრუნვის ვარდნა ჩვენს ქვეყანაში. როდესაც უკვე ამოქმედდება ალტერნატიული დერეფნები, რამდენად სახარბიელოა ეს ჩვენთვის, ფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს მაჩვენებელი და დაიწყებს ტვირთბრუნვა საქართველოში. პირველ რიგში ჩემი შეხედულება შემდეგშია, რომ ჩვენ უნდა ათვლის წერტილი ავიღოთ 2025-დან, სადაც უკვე რეალურად დასტაბილურებული იყო პერიოდი. ტრამპის მარშრუტი ზანგეზურის დერეფანს უფრო დავარქმევდი, ვინაიდან ისტორიულად ეს ვიცით ეს მარშრუტი და ეს ადრეც იყო ომამდეც, ყარაბაღის ომამდეც არსებობდა ეს გზა და საკმაოდ ინტენსიური იყო დაუშვათ. რკინიგზაც მუშაობდა მაგ მიმართულებით, სახმელეთო გადაზიდვებიც ხორციელდებოდა. თუმცა მეორეს მხრივ აქ ვერ ხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ნიშები არავითვისო და ჩვენი ნიშა არის პირველ რიგში შავ ზღვაზე გასასვლელი, ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ ძლიერი კოზირი და უშუალოდ თუ საბორნე მიმოსვლა ჩვენ გავაძლიერებთ და ჩვენი ბიზნესი და სახელმწიფო ერთად ჩართული ბულგარეთთან და რუმინეთთან იმუშავებს იმაზე, რომ უფრო მეტად ესე ვთქვათ გაწაფული იყოს, დახვეწილი და უფრო ინტენსიური და სტრატეგიული საბორნე მიმოსვლა, ვინაიდან ძირითადად აქ ოპერირებენ კერძო ბორნები და მათ აქვთ ყოველდღიური გამოწვევები. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ის ტრაილერი, რომელიც შემოვა ფოთის თუ ბათუმის პორტში, ის უკვე ზანგეზურის დერეფნით აპრიორი არ წავა, ის წავა წითელი ხიდის მეშვეობით, თუნდაც აზერბაიჯანში თუ შუა აზიაზე. ამიტომ აი აქ გვაქვს ჩვენ სამუშაო და საფიქრალია, როგორ გავაკეთოთ, ხარისხობრივად ავწიოთ, იმიტომ დღეს რაც ტვირთნაკადი არის, მაინც საქართველო გახსნილად რომ ვთქვათ, ვერ აუდის და ეს ჩანს კიდევაც ჩვენ გზებს. როგორ ფიქრობთ, ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობაში მატყირდება ეკონომიკურ თავისუფლებასა და მშვიდობას რეალურად არის თუ არა ეს დაძაბულობის დეესკალაციისთვის შექმნილი პროექტი თუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზანგეზურის ალტერნატიული ვერსია და იგივე გეოპოლიტიკური რისკების მატარებელი? გეოპოლიტიკური რისკები ჩემი აზრით პირიქით ქვემოთ მოდის ამ შესაძლებლობით და მთლიანად ამიერკავკასიაში რაც უფრო უკეთესად იქნება ასე ვთქვათ, ეკონომიკა განვითარებული გავიმეორებ აზერბაიჯანის თუ სომხეთის, საქართველოსთვისაც პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით ეს დადებითი იქნება. თავისთავად საქართველოს ხდება საინტერესო ამ კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ბიზნესი შეხედავს, რომ გარდა ზანგეზურის დერეფნისა, თურმე არსებობს დაუშვათ სარფი წითელი ხიდის არტერია და რა ოფერები არის დაუშვათ მაგ მიმართულებით. რა ტვირთების გადამისამართება შეიძლება დაუშვათ სტამბულში ჰაბის გაკეთებით თუ დაუშვათ უნდაც ფოთი ან თბილისი რუსთავის ლოგისტიკური ცენტრების მეშვეობით.
რა არის ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასევე უფრო რეგიონული კუთხით რომ განვიხილოთ, რეალურად შუადერაფნის მთავარი პრობლემა არის კასპიის ზღვაზე არსებული ბოთლნეკი, არის თუ არა ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რადგან რეალურად სრულად კონკურენტუნარიანი გავხდებით როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ერეფანთან მიმართებით. სამწუხაროდ ვითარება საკმაოდ გართულებულია განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ფაქტიურად არ გვაქვს გრაფიკი და შეუძლებელია დაგეგმარება ზუსტი სატრანზიტო პერიოდის, რაც ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის, როგორც ჩვენ დამკვეთებთან, ასევე უშუალოდ ოპერატორებს ჩვენთვისაც, იმიტომ რომ გვაქვს გაუთვალისწინებელი ხარჯი და მე უფრო ამაზე ავიღებდი აქცენტს, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს და ეს ბოთლნეკი ბაქოში, ალიატის პორტში, ვიდრე ზანგეზური რამდენად ავნებს საქართველოს. ანუ უფრო იქ გვაქვს პრობლემა, ის გვაკარგინებს ტვირთებს, ვიდრე ზანგეზურის დერეფანი. კი ბატონო. კაიროს ლოჯისტიკზე რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უკრაინაში. როგორ შეაფასებდით განვლილ წელს? წინა წელი იყო საკმაოდ საინტერესო, რამდენიმე მსხვილი პროექტი გაუშვით და ამ წელს უკვე მათი გახსნას ვგეგმავთ. ეს არის ფოთის ლოგისტიკური ცენტრი, თბილისში ვამატებთ ორ ლოგისტიკურ ცენტრს დამატებით, რითაც საშუალო დაახლოებით 150%-ით ვზრდით მთლიანად ჩვენ სასაწყობე მოცულობებს საქართველოში. აქტიურად მუშაობთ აზიის, შუა აზიის ქვეყნების განვითარებაზე და ასევე წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩინეთის მიმართულებაზე აქტიურად შევიდეთ და ქართულ იმპორტიორებს თუ ექსპორტიორებს შევთავაზოთ ხარისხიანი სერვისი და მისაღები ტარიფები. რა არის ის მთავარი, რის საფუძველზეც კერძო სექტორი, ის მიმართულება, რაშიც კერძო სექტორმა უნდა იმუშაოს, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე შუა აზიაში? მონდომება, მოქმედება, მოთმინება. ციფრებით რომ ვისაუბროთ, რა მოლოდინები გაქვთ 2026 წელს, როგორც ექსპორტის, ისე ტვირთბრუნვისა თუ ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების კუთხით? წლიდან წლამდე ლოგისტიკის ბიზნესი ვითარდება, საინტერესო ხდება. წლების მანძილზე ის მაინც ესე ვთქვათ დინებას მიყვებოდა. დღეს გვაქვს ინსენტივები, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, რომ მათ სურთ ხარდაჭერა ამ დარგის განვითარების, ხედავენ მასში პოტენციალს. ეს ერთ-ერთი უზარმაზარი დარგი არის მსოფლიო ეკონომიკაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. და ჩვენი პატარა ზომის ეკონომიკებისთვის ერთ-ერთი საშუალება არის, რომ დამატებითი სერვისები გავიტანოთ ექსპორტზე და მომსახურებები გავყიდოთ. ჩვენ ეს რესურსი გვაქვს, პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში რომ ვიმოქმედოთ, ამიტომაც ჩვენ დაუშვათ გადავწყვიტეთ პირდაპირ ჩვენი წარმომადგენლობებით შესვლა მაგ ბაზრებზე და ასევე გაგვეხსნა გზა შუა აზიის მიმართულებაზე. ჩამურად მგონია რომ საქართველოში დღეს თუ 4-დან 5%-მდე GDP-ში წილი ლოგისტიკის, შესაძლებელია ამ ციფრის გაორმაგება, რომ მსგავსი ანალოგიები გვაქვს ბალტიისპირეთიდან და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის პატარა ზომის ეკონომიკებიდან. და ბოლოს თქვენი აზრით 10 წლის შემდეგ რომელი ქვეყანა გახდება ტრანზიტული ჰაბი კავკასიაში? უდავოდ საქართველო. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის.